ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ ახალკახეთში გამართა. კანდიდატის განცხადებით, სოფლებში თითქმის ერთნაირი პრობლემები იკვეთება: გზა, გაზი, წყალი, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები, რომელიც სანდრა რულოვსის თქმით ამ ეტაპზე მოგვარებული უნდა იყოს. კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც პარტია გამარჯვების შემთხვევაში იმუშავებს. თითქმის ყველა იგივე პრობლემებზე საუბრობს ხოლმე. საბაზო საჭიროებები, როგორც არის გაზი, გზა, წყალი, სოფლის მეურნეობის დიდი პრობლემები და უმუშევრობა. ჩვენ ვფირდებით, რასაც ვფირდებით, ეს ცნობილია. მაგრამ ამ ყველაფერს ექნება თუ არა შედეგი, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ საარჩევნო პროცესი კარგად ჩატარდება. სანდრა რულოვსმა აქცენტი გააკეთა დაშინებებზე, რომელსაც მისი თქმით ხელისუფლება ახორციელებს, რათა ხალხი კანდიდატთან შეხვედრაზე არ მივიდეს. აი დღეს მინდა ასეთი თემა შევეხო, იმიტომ რომ ჩვენ ყველგან გვესმის, რომ აშინებენ ხალხს, ეთქობა აშინიათ საგებას, ხო? აშინებენ ხალხს სამსახურს, ან ძმის, ან დის სამსახურს, წაგართმევ პირადობას მოგიხსნით თუ ჩვენსკენ გადახვალ. ნუ ასეთი მეთოდები მიუღებელი ყველანაირად, რომ მე მეშინია, რომ აი შეიძლება ჩვენ, რა ვიცი, 80% ხალხის მხარდაჭერა კონდეს, მაგრამ მერე თუ ვერ გამოხატავენ, ან თუ ასეთ ეშინიათ, რომ საერთოდ აღარ წავლენ საარჩევნო უბანზე, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ჩვენ გვინდა რომ შვიდად, ცხნარად ჩატარდეს საარჩევნო პროცესი, რომ არ იყოს ეს შეშინებები, რომ ხალხი ამის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატოს, აი 7 პროტესტი, რომ აი ეს ჩემთვის მიუღებელია და მე ამაზე არ წავალ. თუ ყველა ასე იქნება და ასე მხარად იდგება, ხო? მაშინ იქნება ნამდვილად დემოკრატიული პროცესი. თუ არა და იქნება სხვანაირი ოლიგარქის ნაკარნახი ფულით და შეშინებით მივიღებთ შედეგს, რომელიც 4 წელია ვუყურებთ და გაგრძელდება სამწუხაროდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში უამრავი პრობლემა დაგროვდა და მის მოგვარებას ითხოვენ. ასევე დაადასტურეს ისიც, რომ ამომრჩევლების დაშინებას აქვს ადგილი. დიდი მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ქალბატონი სანდრა დაიცავს ჩვენს ინტერესებს პარლამენტში. მე დავინახე, ბევრი რამე კარგი იყო გაკეთებული იმ 9 წელიწადში. იყო შეცდომები. ემას მე ვაღიარებ, მაგრამ ბევრი კარგი რამე იყო. ახლა ვერაფერს ვერ ვხედავ. რა ვიცი, ჩვენს მომავალს, ჩვენ სამშობლოს რაც უფრო მეტი იქნება ყურადღება, მეტი გლეხის მიმართ. გააქვთ პრობლემები სოფელში? როგორ არა გვაქვს მარტო ეს თხილნარი, ესეც არაფერი. ამაზე არავინ არ ზრუნავს ჯერჯერობით. მოწამვლა საჭირო ზემოდან. რა ვიცი. ძალიან ცუდ პირობებში ვარ. ძალიან ცუდ პირობებში. გარძელდეს უნდა ცხოვრება და თქვენ იმინდი მაქვს. ჩვენ არ დავიშურებ ძალობას. აშინებენ ხალხს და არ მოდიან, თუ არა აქ 100 კაცი კი არა, 1000-ობით იქნებოდა. 4 წელი თუ დარჩა ეს მთავრობა, ჩვენ სიღარიბეში უკვე ვართ და სულ დალუპებით ალბათ ისეთ მოვხდებით. აი ეს არის. სამეგობროში თქვენ ყველგან არა. აი ყველგან არის ეს რადგინდა თითეული. ყველგან არის ასეთი. დაშინება. აბა რა. აი ეს თაგვივი ძირს იქ ივანიშვილი და ის აშინებს იმისი ფული თუ არა ჩვენ ღარიბებს რატო არ მოგწ არაფერი. შპიონებს და ბანდიტებს რო აძლევს. დადიან მაგნების ბაყაყები. სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს და საარჩევნო პროგრამის გაცნობას აგრძელებს.